პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ საღამოს ზუსტად 7:30-ზე პრეზიდენტ მაკრონის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. სალომე ზურაბიშვილი პანელზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან ერთად ისაუბრებს კრიზისებსა და კონფლიქტებზე, რაც ნიშნავს იმას, რომ სალომე ზურაბიშვილი ახლა იმყოფება პარიზში. პარიზში ასევე უკვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც და ნიშანდობლივია ის, რომ ორი ქვეყნის ორი ლიდერი და დაპირისპირებაში მყოფი ორი ლიდერი, ასე ვთქვათ, ერთად პირველად გამოჩნდებიან საერთაშორისო ფორუმზე, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ ისინი ერთი და იმავე პანელში მონაწილეობას არ იღებენ, მაგრამ საინტერესო ახლა თუ რა გზავნილებს გააჟღერებენ ისინი საქართველოსთან მიმართებაში. რა ნაბიჯებს გადადგამს ქართული ოცნება პრეზიდენტ ზურაბიშვილის ეგრეთ წოდებული დაუმორჩილებლობის შემდეგ? ეს არის ახლა მთავარი კითხვა და ასევე საინტერესოა დაიწყებენ თუ არა ახალ კამპანიას პრეზიდენტის წინააღმდეგ. ქართულმა ოცნებამ დღეს სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევად კიდევ ერთხელ გამოეცხადა და პირდაპირ ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს არ აინტერესებს კონსტიტუცია და ის საკუთარ ინტერესებს ქვეყნის მთავარ დოკუმენტზე მაღლა აყენებს. თუ ეს ვიზიტი განხორციელდება კონსტიტუციის დარღვევით, ისევ ეს იქნება წინა შემთხვევაზე კიდევ უფრო უხეში დარღვევა და დემონსტრირება იმის, რომ საქართველოს კონსტიტუცია არაფერს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს არჩეული ლიდერი, პრეზიდენტი რეალურად კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს თავის პირად მოსაზრებას თუ იმას, რისი გაკეთებას მას მიაჩნია საჭირო, რაც დაუშვებელია. თუ რა რეაგირება იყო პარლამენტმა ის უკვე აჩვენა, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში, ისე აქ ამ დარბაზში, პარლამენტის ხომათა დარბაზში. ასე რომ ვნახოთ, დაველოდოთ თუ რა გადაწყვეტილებები, რა ნაბიჯები იქნება გადადგმული, შემდეგ რა თქმა უნდა პარლამენტი თავის კომპეტენციის ფარგლებში ამაზე გააკეთებს რეაგირებას. ხალბატონმა სალომემ არაერთხელ დაარღვია კონსტიტუცია, აგრძელებს და ამის ფონზე მან რეალურად საკუთარი ლეგიტიმურობა პრაქტიკულად დაკარგა. მას უნდა ესმოდეს მნიშვნელობა იმ საკონსტიტუციო გადაწყვეტილების, რომელიც უკვე არსებობს, მაგრამ სამწუხაროდ ნახეთ, რომ ადამიანი, რომელიც მზად იყო დაერღვია კონსტიტუცია, ეხლა მზად არის და არღვევს და უგულობელყოფს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. რა თქმა უნდა, თუ ეს ასეა და თუ ის ისევ მიემგზავრება მთავრობის თანხმობის გარეშე, ეს არის ხელმეორე დარღვევა, რეციდივი არის კონსტიტუციის დარღვევის, რაც არ მგონია, რომ ან მის ასე ვთქვათ, პოლიტიკურ საქმიანობას, ან მის საქმიანობას როგორც პრეზიდენტს წაადგეს. დაუჯდება თუ არა დეპოლარიზაცია სალომე ზურაბიშვილს ძვირად, ეს არის ახლა მთავარი კითხვა. ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი შესაძლოა ქართულმა ოცნებამ გამოიყენოს ახალი თავდასხმებისთვის და იმისთვის, რომ დარჩენილი 5 კვირის განმავლობაში იქამდე სანამ ევროპული საბჭო და 27 ქვეყნის ლიდერი საქართველოსთან მიმართებაში საბოლოოდ გააფორმებენ კანდიდატის სტატუსს, ეს პროცესი და ეს დრო გამოიყენონ კანდიდატის სტატუსის საბოტირებისთვის. სწორედ ამას ამბობს ოპოზიცია, რაც შეეხება დეპოლარიზაციას და სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გადადგმულ ამ ნაბიჯს, რომელიც პრეზიდენტმა თავად დაანონსა. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ნაბიჯი რეალურად არაფერს შეცვლის, იქამდე სანამ არჩევნების წესით არ შეიცვლება ხელისუფლება, დეპოლარიზაცია საქართველოში უბრალოდ ვერ მოხდება. პრეზიდენტ ზურაბიშვილს სრული უფლება აქვს ვიზიტებზე იაროს და საერთაშორისო კონტაქტები გქონდეს, სრული მარაზმი იყო და არის ივანიშვილის გუნდის ქართული ოცნების ამ ნაწილის კამპანია მის წინააღმდეგ. ოღონდ ამავე დროს ან თავის მოტყუება, ან თვალთმაქცობა ის გზავნილი, რომ ეხლა რაღაც დეპოლარიზაციის ნაბიჯს შეძლებს ისე რომ ეს რეჟიმი არ იცვლება. ხო, ეს ხო სრული ნონსენსი არის. როგორ უნდა დეპოლარიზდეთ ჩვენ, ვიცით ჯერა თავისუფლების და დასავლეთში საქართველოს ადგილის, იმათთან მიწახსო დასავლეთ სისხლისღრმავ საქართველოში და ქართული იდენტობასების ჯობია, რომ ამ თავის მოტყუებისგან სწრაფად გამოვხდეს. ნებისმიერი მსგავსი დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ კვლავ უნდა განვიხილოთ დეკემბრის კონტექსტში, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსის საბოლოოდ ფორმალური ვერსია უნდა შედგეს, მაგრამ ეს ერთი თვე არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ ერთი თვის განმავლობაში შეიძლება კონსენსუსი თქვა არც იყოს ყველა სახელმწიფო ლიდერების იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება გამოიყენებს კვლავ თავის ბერკეტებს და კვლავ ასე სრული წინააღმდეგობით გააგრძელებს სწორედ კანდიდატის სტატუსის კონტექსტში ორმხრივ მოლაპარაკებებზე პრეზიდენტის დაბლოკვას.
ვერ მოხდება ვერანაირი დეპოლარიზაცია, მანამ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ატარებდნენ რუსულ პოლიტიკას. ეგ არის გამორიცხული. შეუძლია ეგ არის დაახლოებით საუბარი იმაზე, რაღაც დასავლეთი რომ მოუწოდებდა თუნდაც უკრაინასო დაჯექი და პუტინს ელაპარაკეთ. ხალხი ზურაბიშვილი წლების ნიზახტარ ეხლა შეხვედრებს დავიწყო და დეპოლარიზაციას მოვახდინო და ეხლა თვითონ ამორჩა პოლარიზაციის ერთ ბოლოში, ხო? ხო, ებძინ ხო. როგორ მოახდენს აგერ ნახოთ, ვერ მოახდენს შეუძლებელია. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ სალომე ზურაბიშვილის ჩავარდნილი იმპიჩმენტის შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა უცხოეთში, კონკრეტულად ევროპაში და სალომე ზურაბიშვილმა ამჯერად მთავრობის ადმინისტრაციას ნებართვაზე მოთხოვნა არც კი გაუგზავნა, სავარაუდოდ პრეზიდენტი ვარაუდობდა, რომ მთავრობისგან მიიღებდა უარყოფით პასუხს, შესაბამისად პრეზიდენტმა აღარ ჩათვალა საჭირო, რომ მთავრობის ინფორმირება მოეხდინა. ირაკლი ღარიბაშვილმა კი ამ სიახლის შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგო დიდი ალბათობით.